სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მსგავსად ხელოვნური ინტელექტის მიმართ ინტერესი საქართველოშიც მზარდია. შრომის ბაზრის სპეციალისტების შეფასებით ჯერჯერობით ჩვენს ქვეყანაში ხელოვნურმა ინტელექტმა სრულად ვერც ერთი პროფესია ვერ ჩაანაცვლა, თუმცა უკვე არსებობს სფეროები, სადაც ის აქტიურად გამოიყენება. რა პერსპექტივა აქვს ქართულ შრომის ბაზარზე ხელოვნური ინტელექტის ჩართულობის გაზრდას და ჩაანაცვლებს თუ არა ის სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულ ადამიანებს? სექტორის უახლესი ტენდენციების მიმოხილვით მარი მელიქიშვილი გვერდდება პირდაპირ ეთერში. მარი, მოგესალმებით და გისმენთ ყურადღებით. გამარჯობა თათია, მევესალმებით ჩვენს მაყურებელს. ადამიანური რესურსების, ასევე ფინანსებისა და დროის დაზოგვა ეს ის მთავარი უპირატესობებია, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ჩართულობას სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიის საქმიანობაში დღითი დღე ზრდის. შრომის ბაზრის ექსპერტები ამბობენ, რომ არის რიგი სფეროები, მაგალითად საინფორმაციო ტექნოლოგიები, აუდიტი, სამართლებრივი მომსახურება, სადაც მთელ მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სულ უფრო იზრდება. AI-ის მიმართ ინტერესი მზარდია საქართველოშიც, თუმცა ექსპერტების შეფასებითვე ჯერჯერობით ხელოვნურმა ინტელექტმა ჩვენს ქვეყანაში სრულად ვერც ერთი პროფესია ვერ ჩაანაცვლა და ის ამჟამად სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს მხოლოდ ეხმარება რუტინული სამუშაოს შესრულებაში, რითაც მათ დროს ზოგავს და აძლევს საშუალებას სხვა შედარებით რთულ დავალებებს მეტი ძალისხმევა დაუთმონ. ასეთ სექტორებად შრომის ბაზრის ექსპერტები მაგალითად HR სფეროს ასახელებენ და ამბობენ, რომ ყოველდღიურად სულ უფრო მეტი HR კომპანია იყენებს ხელოვნური ინტელექტის რესურსს, მაგალითად CV-ების გადარჩევის პროცესში. ხელოვნური ინტელექტი რეზიუმეებს მიხედვით ამა თუ იმ პოზიციისთვის თავსებად კანდიდატებს თავად არჩევს და შედეგად HR-ებს საქმეს უმარტივებს, რომლებიც გასაუბრებაზე მხოლოდ იმ კანდიდატებს იბარებენ, რომელთა CV-ბიც AI-მ გადაარჩია. ხელოვნური ინტელექტის ჩართულობა ქართული შრომის ბაზარზე აქტიურად შეინიშნება მარკეტინგის სფეროშიც, თუმცა მოკლედ რომ შევაჯამოთ, საქართველოს შრომის ბაზარზე ხელოვნური ინტელექტი ჯერჯერობით მხოლოდ დამხმარეს ფუნქციას ასრულებს და მას კონკრეტული პროფესიები არ ჩაუნაცვლებია. მეტიც ექსპერტები უახლოეს წლებში არ ელოდებიან, რომ საქართველოში AI სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულ ადამიანებს ჩაანაცვლებს, რადგან როგორც ისინი განმარტავენ, საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნები ელოდებიან ნებისმიერი ინოვაციის დატესტვას განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყნებში და უკვე შემდგომ ხდება აქ რამის შემოტანა, ამას კი დრო სჭირდება. საინფორმაციო ტექნოლოგიები, აუდიტი, სამართლებრივი მომსახურება, ამ სფეროებში სულ უფრო და უფრო, ესე ვთქვათ, იზრდება მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება და არ არის გამორიცხული ახლო მომავალში საქართველოშიც ეს პროფესიები, მათ შორის ბუღალტერია, ფინანსური აღრიცხვა, ამ სფეროებში წარმატებულმა კომპანიებმა ნაცვლად ახალი დამწყები თანამშრომლების აყვანისა, ეს არსებული მოდელების გამოყენებით გააგრძელონ მუშაობა და ჩათვალონ, რომ ეს იქნება უფრო ეფექტიანი. ჯერჯერობით ჩვენ მაინც ვართ ეკონომიკა, რომელიც ყოველთვის ელოდება ინოვაციას დასავლეთში როგორც წესი, ან უკვე აღმოსავლეთში და შემდეგ ხდება ამ ინოვაციის ადაპტირება და მე არ ვამფიქრობ, რომ ეს მოხდება მყისიერად. AI პრინციპში ყველას ცხოვრებაში შემოვიდა ალბათ და კომპანიები ძალიან აქტიურად იყენებენ, თუმცა ჯერჯერობით საქართველოში ვერც ერთი პოზიცია ვერ ჩაანაცვლა. ყოველ შემთხვევაში ერთადერთი არის ის, რომ თქვათ, თუნდაც ისეთ სფეროებში, როგორც თქვათ, მარკეტინგის მიმართულება, სადაც პირობითად დიზაინერი ჭირდებოდა, თქვათ, თუნდაც ლოგოს დამზადებას ან რაღაც, თქვათ, მარკეტინგული რაღაც აქტივობის გაკეთებას, დღეს AI-ის დახმარებით ამას უფრო მარტივად აკეთებენ. HR-ული კუთხითაც AI ძალიან აქტიურად შემოვიდა, თუნდაც იმ კუთხით, რომ ATS სისტემა ძალიან ბევრი კომპანია იყენებს დღესდღეობის შერჩევის პროცესში. ალბათ იცით ეს რას გულისხმობს ის, რომ გამოხმაურება კომპანიებს აქვს არა მხოლოდ მეილზე, არამედ მისთვის შესაბამის პროგრამაში და ხშირ შემთხვევაში ეს პროგრამა თვითონვე AI-ის დახმარებით აშორთლისდებს, ასე ვთქვათ, ამ კანდიდატებს და შესაბამისად HR-ებს უმარტივდებათ ამ კუთხით საქმე, რომ უფრო ვთქვათ, ნაკლები CV-ს გახსნა უწევთ და მხოლოდ დამეჩინგებულ უკვე თავსებად კანდიდატებს უკავშირდებიან. რაც შეეხება ზოგადად ქართულ შრომის ბაზარზე ამჟამად არსებულ ვითარებას, დასაქმების პორტალებზე ამბობენ, რომ როგორც წესი, ბევრი დღესასწაულიდან გამომდინარე იანვარი პასიური თვეა ხოლმე, ამიტომ ვაკანსიებში გასულ თვეს კლება შეინიშნებოდა, თუმცა თებერვალი შედარებით გააქტიურებულია. რაც შეეხება გასულ 2025 წელს ის შრომის ბაზრისთვის 2024 წელთან შედარებით პასიური აღმოჩნდა. რიგ დასაქმების პორტალებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ვაკანსიების რაოდენობა შემცირდა, რაც შეეხება ხელფასებს, ის გაიზარდა, თუმცა მცირე პროცენტული მაჩვენებელი
მოგვიანებლით საბოლოო ჯამში შრომის ბაზრის ექსპერტები დასაქმების ბაზარზე ბუმს არც მიმდინარე წელს ელოდებიან. 2025 წელს 51,000 ვაკანსია განთავსდა ჯამში, რაც 2024 წელთან შედარებით 7%-იანი კლებებით ვიყავით წარმოდგენილი, იმიტომ რომ დაახლოებით 54,000-მდე ვაკანსია განთავსდა 2024 წელს. კვარტლების მიხედვით რო შევაჯამოთ, პირველი კვარტალი იყო შედარებით პასიური, თუმცა მეორე კვარტალი აღმოჩნდა ყველაზე აქტიური 2025 წელს, რა პერიოდშიც ჰორეკა სექტორი გააქტიურდა და ამან მოგვცა რაოდენობა ჯამში, რომ ვაკანსიების ჭრილში ჯამში გაიზარდა მეორე კვარტალში, მესამე კვარტალი შედარებით პასიური იყო და თუმცა გამოვყოფა ალბათ აი სექტემბერი, ოქტომბერი შედარებით, რომელი თვეებიც უფრო ასე ვთქვათ გამოჩენილი იყო, რაც შეეხება თვითონ ბოლო კვარტალს, ახლა ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი ნელა იყო კლებისკენ წასული და შესაბამისად ჯამში მოგვცა ეს სურათი. რიცხვები რაც გვეუბნება, რომ თუ შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები არა იმ ტემპით, რამ ტემპითაც იქნებოდა სამუშაო ადგილები პირობითად 23 და 24 წელს და ასევე ხელფასების მატებას ჰქონდა ადგილი, მაგრამ არა იმ ტემპით, რამ ტემპითაც ხელფასები იზრდებოდა მანამდე. პირობითად თუ ხელფასების დისტემპი იყო რეალური 10% 23 და 24 წელს, დაახლოებით 5%-მდე ჩამოვიდა რეალური ხელფასების და 25 წელს. რეალურად სიტუაცია შრომის ბაზარზე არის სტაბილურად ერთნაირი, მოდი ასე ვიტყოდი. დიდი რაოდენობით თუ საერთოდ ახალი სამუშაო ადგილები არ იქმნება, არის სტაბილური სურათი, მაგრამ ამ სტაბილურ სურათის პირობებში არ უნდა ელოდონ დასაქმებულები იმას, რომ თუნდაც ახალი სამსახურის პოვნის პირობებში ან ძველში დარჩენის შემთხვევაში მათ ექნებათ მაღალი ხელფასის მატება. აქ გეტყვით იმასაც, რომ PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით ამჟამად ქვეყანაში ხელფასის მიმღებ პირთა რაოდენობა 1 მილიონს აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის ცნობითვე ამ ადამიანების დიდ ნაწილს, ანუ თითქმის 52%-ს 2400 ლარზე მეტი ხელფასი აქვს. მარი, მადლობა. მარი მელიქიშვილი საუბრობდა ჩვენს ეთერში.